Fotomani 2010 ასექვე ინტერნეტ რეალიტი შოუს, რომელიც წელს მესამედ ჩატარდა. საუკეთესო დამწყები ფოტოგრაფების გამოსავლენად კონკურსი 4 ეტაპად გაიმართა. კონკურსანტებს დავალებები ფოტოგრაფიის სხვადასხვა ჟანრს შეელოდათ. ყოველ ეტაპზე კონკურს რამდენიმე მონაწილე ეთიშებოდა. გამარჯვებულს 1000 ლარი და სალონ დიადემასგან ვერცხლის ფოტოკამერა გადაეცა. გამოვიდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებიც. პროექტის ორგანიზატორები არიან საქართველოს ფოტოგრაფთა ასოციაცია, ტიფლის ივენთი და ბილაინი. ძალიან საინტერესო კონკურსია, იმ თვალსაზრისით, რომ ანალოგი არ აქვს საქართველოში და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არ მსოფლიოში მტრესურთად ქართული პროექტია. დიდი ჟიურის მოწონების დამსახურება არის, ასე ვთქვათ, საკმაოდ რთული. აქედან გამომდინარე, ყოველთვის არის იმის დიდი შანსი, რომ გაიმარჯვოს ღირსეულმა და ყოველთვის ყოველ წელს იყო ესე, რომ იმარჯვებდა ღირსეული ფოტოგრაფი, ვინც რეალურად იმსახურებდა გამარჯვებას. დღევანდელ დღეს უკვე ძალიან სერიოზული ნამუშევრებია, უკვე სხვანაირად უდგება ფსიქოლოგიურად, უკვე სხვანაირად არიქავს და ხალხიც თვითონ მონაწილეებით. არც აქვს მნიშვნელობა ხა პირველი ადგილი, მეორე ადგილი, იმდენად გლობალურია თვითონ ეს მოვლენა. მონაწილეობა გადავწყვიტე მას შემდეგ, რაც ვესაუბრე ბატონ კახაბხაკაძეს და მან დამარწმუნა, რომ კარგი იქნებოდა მიიღო მონაწილეობა და შემდეგ შედეგი გვაჩვენებდა, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაამართლებდა თუ ეს გადაწყვეტილება. მე ვთვლი, რა თქმა უნდა, გაამართლა, ეს არის ფოტოგრაფიაში ჩემთვის პირადად უდიდესი მიღწევა.